მოგესალმებით კოლეგებო. დღეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტზე დღის წესრიგით გათვალისწინებული გვაქვს 3 საკითხი. დღის წესრიგი დარიგებულია, გთხოვთ დავამტკიცოთ წარმოდგენილი სახით. მადლობა. ვინაიდან ბატონი ალექსანდრე დარახველიძე იმყოფება სხვა კომიტეტზე, მაქვს წინადადება, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხის ნაცვლად ჩვენ დავიწყოთ მეორე საკითხით. გთხოვთ უყაროთ კენჭი. მადლობა. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ და მისი თამდევი საქართველოს კანონების პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულთა სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მეორე მოსმენით გთხოვთ ბატონო გრიგოლ წარმოგიდგეს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი გრიგოლ გიორგაძე. მოგესალმებით. მეორე მოსმენით განხილვისათვის წარმოგიდგენთ თავდაცვის კოდექსში, ასევე მისგან გამომდინარე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებათა საკანონმდებლო პაკეტს. გარკვეული ცვლილებები განიცადა პირველი მოსმენის შედეგად და წარმოგიდგენთ ინფორმაციას მუხლობრივად. რაც შეეხება თავდაცვის კოდექსში ცვლილებას, პირველ მუხლში განხორციელდა ცვლილება, კერძოდ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შენიშვნის გათვალისწინებით ცვლილება განხორციელდა პროექტის პირველი მუხლის მეხუთე ნაწილით წარმოდგენილი კოდექსის 179 მუხლის მესამე ნაწილის ზე ქვეპუნქტის რედაქციაში, რომლის მიხედვით საჯარო სამართლის იურიდიული პირი თავდაცვის მოხალისე ზედამხედველობას გაუწევს ასევე და ეს დაემატა მოხალისის მიერ მოხალისეობრივი საქმიანობის მიზნებისთვის მიღებული ქონებით სარგებლობასა და ფულადის აღსრების ხარჯვას. გავაგზავნებთ თქვენის ნება. შენიშვნები ხომ არ გაქვთ პირველ მუხლთან დაკავშირებით. შემდეგი გააგრძელებთ ბატონო. მეორე მუხლში განხორციელდა ცვლილება, კერძოდ საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის რეკომენდაციით პროექტის მეორე მუხლის რედაქციაში ტერმინი გამოქვეყნებიდან შეიცვალა ტერმინით ამოქმედებიდან. შენიშვნები წინადადებები ხომ არ გაქვთ? მადლობა. მესამე მუხლში ცვლილება არ განხორციელებულა. შენიშვნები წინადადებები არ არის. შემდეგ ეს თამდევი კანონპროექტია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები და აქ ცვლილებები არ განხორციელებულა. მადლობა. შემდეგი უმაღლესი განათლების შესახებ კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მუხლი. პირველ მუხლში განხორციელდა ცვლილება, კერძოდ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შენიშვნის გათვალისწინებით ცვლილება განხორციელდა კანონის პროექტის პირველი მუხლის მეორე პუნქტის ბ ქვეპუნქტი წარმოდგენილი კანონის 8 პრიმა მუხლის მე-6 პუნქტის რედაქციაში განზოგადდა ტერმინი ამ კანონით და მიეთითა კანონმდებლობით. ამ კანონით ნაცვლად მიეთითა კანონმდებლობით. მადლობა. შენიშვნა წინადადებები არ არის. მეორე მუხლში ცვლილება არ განხორციელებულა. მადლობა. შენიშვნები წინადადებები თუ არ არის, განხილულია. მადლობა. დღის წესრიგით გათვალისწინებული მესამე საკითხი. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. პირველი მოსმენა. მომხსენებელი საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბატონი ვახტანგ ბაჩიაშვილი. გთხოვთ ბატონო ვახტანგ. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებას. ცვლილება შეეხება დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრის და საკონტრაქტო პროფესიული სამსახურის გავლის წესში ცვლილების შეტანას, რომელიც ითვალისწინებს წინაპირობებიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის ვალდებულების ამოღებას შესაბამისი კატეგორიის პირების
მიღებისათვის. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის იმ საჭიროებით, რომლის წინაშეც ის დგას, კერძოდ როგორც მოგეხსენებათ, ჩართულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უსაფრთხოების კომპლექსურ ღონისძიებებში და მის მნიშვნელოვან ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს განსაკუთრებული დანიშნულების ობიექტების დაცვა. აღნიშნული ობიექტების დაცვისათვის გათვალისწინებულია პრაქტიკულად დღეღამური მორიგეობა და ძირითადი კონტინგენტი ესენი არიან მამაკაცები და მათი ასაკობრივი კატეგორია არის 18-დან 30 წლამდე. თავდაცვის კოდექსის ამოქმედებამდე არსებული რედაქცია ითვალისწინებდა თავდაცვის სამინისტროს სისტემის გარდა სხვა გასამხედროებულ უწყებებში და ესეც სპეციალურ დაწესებულებებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდას. ეს კარგი საშუალება იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვისაც, რომ მიეღო აღნიშნული კატეგორიის პირები და მათ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა მოეხდინათ ამ სამსახურში მსახურებით და შესაბამისად შემდგომში მომხდარიყო მისი კადრის და საკონტრაქტო პროფესიულ სამსახურში ჩარიცხვა. როდესაც ინიციატივა შემოვიტანეთ, ეს კატეგორია არის რიცხვებში რომ გითხრათ დაახლოებით 900 ადამიანი, აქედან წლის ბოლოს მე-13 დაახლოებით 300 ადამიანი დაასრულებს ამ საკონტრაქტო პროფესიულ და კადრის სამსახურს, უკვე ისინი შესაბამისად წავლენ სამსახურიდან და რეალურად დეფიციტია ამ შემთხვევაში ამ კატეგორიის პირების. მოგახსენებთ, რომ ამ სამსახურში მსახურობა არის, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობითი, ექვემდებარება გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებას და პირები, რომლებიც ასე ვთქვათ, გამოთქვამენ სურვილს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის, უпростоრეთ ამ ადამიანები, რომლებიც ამ შემთხვევაში ირიცხებიან, აქ ირიცხებიან ნებაყოფლობითი პრინციპის საფუძველზე. ამიტომ ამ კატეგორიის გაფართოება და მოხსნა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის გამოიწვევს ამ ადამიანების რაოდენობის ზრდას და შესაძლებელი გახდება, რომ ეს დეფიციტი, რომელიც არსებობს, შეივსოს. უნდა აღინიშნოს, რომ დაცვის სპეციალურ სამსახურში მიღებისთვის გათვალისწინებულია სხვა დამატებითი კრიტერიუმები, ეს არის ფიზიკური მომზადება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სპეციალური შემოწმების გავლა, რომელიც ამ შემთხვევაში არ იხსნება, ერთადერთი საუბარია სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის ვალდებულების მოხსნაზე და არა, ვთქვათ, სხვა დანარჩენი კრიტერიუმების გაუქმებაზე. ანუ ძალიან მარტივად რო ვთქვათ, ამ შემთხვევაში სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაწევა აღარ იქნება აუცილებელი ის, ვინც მიმართავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესაბამის სამსახურს. ეს ცვლილება შედის. უკაცრავად, ჯარმოვლილებს მიიღებენ? ჯარმოვლილებს თუ სურვილი ექნებათ მიიღებენ, მაგრამ აუცილებელი წინაპირობა, რომ ამ შემთხვევაში სავალდებულო სამსახური ჰქონდეთ გავლილი, აღარ არის გათვალისწინებული. დავაზუსტებ რა. წვევამდელს, რომელსაც უწევს სამხედრო სამსახურის გავლა, რომ ვალმოხდილად ჩაითვალოს. თუ მიმართა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ნებაყოფლობით და თავისი სურვილით გამოთქვა, რომ მის რიგებში გაიაროს სავალდებულო სამხედრო სამსახური. ეთვლება თუ არა, ანუ იგივე წონის არის? ამ შემთხვევაში თავდაცვის კოდექსის ამოქმედებიდან უკვე აღარ ხდება სხვა სამსახურებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა. მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში არის შესაძლებელი. ძველი რეგულირებებით შესაძლებელი იყო, რომ მაგალითად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მსახურებაც ჩათვლოდა პირს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლათ, ანალოგიურად იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში. დღეს, რადგან ეს კრიტერიუმი შეიცვალა, პირი მხოლოდ და მხოლოდ სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა მოიხადოს და ისე მოხდეს დაცვის სპეციალურ სამსახურში. ჩვენ ამ შემთხვევაში ამ მექანიზმს ვხსნით, რომ ამ სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადოს, გვაქვს ესეთი ინიციატივა, მაგრამ ყველა დანარჩენი მოთხოვნა, რომელიც რის გამოც ისინი მიიღებოდნენ, რაც გულისხმობს იმას, რომ თქვათ, იყოს ფიზიკურად მომზადებული, გაიაროს სპეციალური შემოწმება, ჯანმრთელობის მდგომარეობა უწყობდეს ხელს, ეს ამ შემთხვევაში ღიად რჩება, იმიტომ რომ მოქმედებს გარკვეულწილად ლოტოტრონის პრინციპით ამ შემთხვევაში შერჩევა წვევამდელების, ან ბატონი გრიგოლიც და მეთანხმება ამ შემთხვევაში ან შესაძლებელია, რომ 27 წლამდე პირი ისე მივიდეს, რომ მისი გაწევა არ მოხდეს ამ შემთხვევაში, ან გაწევის გადავადებას ან გათავისუფლებას ითვალისწინებდეს კოდექსი და პირი ამ შემთხვევაში რეალურად გათავისუფლებულია. ამ უпростоრად პირი ვერ შეძლებს, რომ ამ სამსახურში თუ სურვილი აქვს იმუშაოს ისე, რომ მას სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილი არ ჰქონდეს. რეგლამენტს უნდა ავარღვევთ, ვისაც კითხვა ექნება, გთხოვთ მანიშნოთ.
თქვენ დაზუსტება ერთი წუთით რის დაზუსტება მინდა იცით დაუშვოთ არ მოუწია ლოტოტრონზე ერთი წელი გავიდა 27 წლამდე ხო არის და გამოთქვა სურვილი სახელმწიფო დაცვის სამსახურში მუშაობის და ლოტოტრონით მერე მოუწია დაუშვოთ როცა გაიარა ეგეთ შემთხვევა შეიძლება იყოს ხო ნუ მაგას ვიძახი რა შუა პროცესი შუა პროცესში პირველ წელს არ მოუწია ლოტოტრონით და გამოთქვა სურვილის შევიდეს სახელმწიფო დაცვის სამსახურში დაიწყო იქ სამსახური და მერე მოუწია ლოტოტრონით ნუ ყველაზე საკონტრაქტო პროფესიული მოსამსახურე მიიღება უმცროსი სპეციალური წოდებით და ამ სპეციალური წოდებიდან გამომდინარე გადავადდება ამ შემთხვევაში სანამ მოიხდის უпростоრეთ სანამ ამოწურავს საკონტრაქტო სამსახურის ვადას ამ შემთხვევაში გადავადდება სამხედრო სამსახურის მოხდა თუ გახდა 27 წლის ჩაირიცხება რეზერვში უკვე და ჩვეულებრივ არ გაივლის ამ სამსახურს, მაგრამ შესაძლებელია რომ მისი სურვილის და სამსახურის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში იყოს დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო პროფესიული ან კადრის მოსამსახურე. მადლობა, ქალბატონ სოფო ხორგუანს ქონდა. მოგესალმებით. პირადად ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია ასეთი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგი კოდექსი მივიღეთ თავდაცვის, აი ძალიან კარგი ინფორმაცია გვაქვს, რომ ნახევარზე მეტი წვევამდელების თვითონ მივიდა ნებაყოფლობით და ასევე გვაქვს, რომ ანაზღაურება იზრდება და პირიქით, ეხლა ჩვენ ყველანი რომ მუშაობდეთ იმაზე და ვსაუბრობდეთ, როგორ გავზარდოთ мотиваცია ახალგაზრდების, რომ სავალდებულო სამსახურში წავიდნენ, აი სიამოვნებით ჩავერთვებოდი ყველა ამ ღონისძიებაში და მით უმეტეს ეხლა ჩვენ კულტურის სამინისტროზე არ ვლაპარაკობთ ან ინფრასტრუქტურის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებაზე არის. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ აქ ისეთი ადამიანებისთვის იყოს მსახურება შესაძლებელი, ვისაც საქართველოს ჯარში აქვს ეს სავალდებულო სამსახური მოხდილი. მით უმეტეს გვაქვს შესაძლებლობა 6 თვიანი, 8 თვიანი, ანუ არ არის 11 წელი, 11 თვე ან 2 წელი. არ ვიცი და მესმის რომ საჭიროება გიდგათ, მაგრამ იქნებ სხვა ფორმა მოძებნოთ, სხვა შესაძლებლობა მოძებნოთ, რომ დაასაქმოთ ადამიანები და მით უმეტეს იმ ადამიანებს, ვინც ახლა 6 თვის შემდეგ უკვე მოიხდიან და ეს სავალდებულო მოხდილი ექნებათ, პრაქტიკულად უკვე გვექნება, ყავს ალბათ ასეთი ხალხი, იმათ შევთავაზოთ. პირიქით ჩვენ ყველანი ახლა აი ამ კარგი გადაწყვეტილების შემდეგ, როცა ასეთი კარგი კოდექსი გვაქვს, ქართული ჯარის და საქართველოს ჯარში მსახურებისთვის და სავალდებულო სამსახურის ქართულ ჯარში მოხდის, როგორ გითხრათ, მას პროპაგანდას უნდა ვეწეოდეთ და ამაში სიამოვნებით ჩავერთვებოდი. პრინციპულად აი ამ ფორმით და ამ სახით მე პირადად ამ კანონპროექტს მხარს ვერ დავუჭერ. მადლობა ქალბატონო სოფო თავდაცვის კოდექსის მოწონებისთვის, ბატონო ვახტანგ. ეს ინიციატივა არ ითვალისწინებს პირების შეზღუდვას მათი სურვილის შემთხვევაში გაიარონ სავალდებულო სამხედრო სამსახური. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის როგორც წინაპირობები, ისე გავლის პროცედურები და მის წამახალისებელი ღონისძიებები თქვენ თავადაც აღნიშნეთ, რომ თავდაცვის კოდექსით არის გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჭიროებაზე და იმ ხედვაზე, რომელი ხედვითაც ის ფიქრობს და ჩვენც ვეთანხმებით, რომ კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქცია შეასრულოს. ის რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური ექნება თუ არა გავლილი პირს, რომელსაც ფიზიკური მომზადება აქვს, ჯანმრთელობის მდგომარეობა უწყობს ხელს და დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს, არ არის კავშირში იმასთან, რომ სახელმწიფო სავალდებულო სამხედრო სამსახური რომ არ ჰქონდეს გავლილი, ამ მოვალეობების შესრულებას ვერ შეძლებს და შესაბამისად, როგორც აღნიშნეთ, ყველა ის კრიტერიუმი და წინაპირობა, რაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურში მსახურებას ხელს უწყობს, კანონით გათვალისწინებული რჩება და არ იცვლება. გარდა ამ ერთი წინაპირობის მოხსნისა. მადლობა. კითხვები ხომ არ აქვს? კი ბატონო, ქალბატონი გრეტაც. მოგესალმებით. კონტრაქტის მინიმალური ვადა და მაქსიმალური რამდენი არის? ზოგადად არ ესმის? ხო, კონტრაქტის ვადა რამდენი არის? ზუსტად არ ვიცი და კითხვები თუ აღარ არის აღნიშნული საკითხი განხილულია. გადავიდეთ დღის წესრიგის შემდეგ საკითხზე. საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს საკანონმდებლო პაკეტი იარაღის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მისი თანმდევი
საქართველოს კანონების პროექტები, ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდამოყრებათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე. პირველი მოსმენით განიხილება აღნიშნული საკითხი მოხსენებელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ალექსანდრე დანახველიძე. გთხოვთ. მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, მივესალმები კომიტეტის წევრებს, თანამშრომლ საზოგადოებას. მინდა წარმოგიდგინოთ უკვე პირველი მოსმენით იარაღის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც სამ სხვადასხვა საშუალებას ეხება, იარაღს ეხება, რომელიც დღეს ბაზარზე არსებობს და სამწუხაროდ ძალიან მწირია ის სამართლებრივი რეგულაციები, რომელიც ამ იარაღთან დაკავშირებით რეგულაციებს და კონკრეტულ შეზღუდვებს გაითვალისწინებდა. სწორედ ამიტომ დადგა პრაქტიკიდან გამომდინარე დადგა საჭიროება, რომ გადაგვეხედა ამ ასე ვთქვათ რეგულაციებისთვის და წარმოგვედგინა თქვენთვის. მთავარი არის ის, რომ ჩვენ ასევე გავეცანით სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკას და სწორედ მათი ასე ვთქვათ გამოცდილებიდან გამომდინარეც იყო გარკვეული мотивация იმისი, რომ ცვლილებები განგვეხორციელებინა. პირველი დავიწყებ ელექტროშოკური მოწყობილობით. ელექტროშოკური მოწყობილობის მიზანი არის, რომ თავდაცვის მიზნით იქნეს გამოყენებული, თუმცა ეს არის გარკვეულ ასე ვთქვათ ენის გამოყენებასთან მიმართებაში და აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დამაზიანებელი ეფექტი. დღეს კანონმდებლობის თანახმად ნებისმიერ ადამიანს მიუხედავად ასაკისა შეუძლია შეიძინოს, ფლობდეს და ატარებდეს ამ საშუალებას და გამოიყენოს ის შესაბამისად ჩვენ გვხვდება შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნების ხელში ხვდება ეს საშუალება, არის ხშირად თვითდაზიანებისა და სხვისი დაზიანების ფაქტები და გარდა ამისა მნიშვნელოვანი ის ფაქტი, რომ ბევრ ქვეყანაში ეს საშუალება აკრძალულია და განსაკუთრებით ისეთი ადამიანების წინააღმდეგ თუ კი ვისაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, შესაძლოა შეიძლება უფრო მძიმე შედეგები გამოიწვიოს ამ საშუალების გამოყენებამ. ჩვენი შემოთავაზება არის, რომ შევზღუდოთ ამ საშუალების ასე ვთქვათ თავისუფალი ბრუნვა მოქალაქეებზე და დარჩეს მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოებს, კერძო დაცვითი საქმიანობის გათვალისწინებულ პირებს და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, თუმცა საქმიანობიდან გამომდინარე საჭიროებათ მისი გამოყენება, სხვა შემთხვევაში იყოს შეზღუდული მისი ბრუნვა. მეორე იარაღი, რომელსაც ეხება რეგულაციები, ეს არის ხმოვანი აკუსტიკური იარაღი. მისი დანიშნულება განსხვავებით ელექტროშოკური მოწყობილობისა არის მხოლოდ ფუჭი ვაზნების გასროლა და ხმაურის ეფექტის შექმნა და დანიშნულება კანონში რაც გათვალისწინებული, ეს არის თეატრალური წარმოდგენის დროს, ასე ვთქვათ, იარაღის იმიტაციის შექმნა, კინოგადაღების დროს და ასევე სპორტული ღონისძიების დროს ხმოვანი ეფექტის შექმნა. დღეს კანონმდებლობით მისი ტარება აკრძალულია, გადატანა შესაძლებელი მხოლოდ და გადატანა ხდება კონკრეტული დანიშნულებით, მაგრამ რაც შეეხება შეძენას და ასე ვთქვათ ბაზარზე ბრუნვას, აქ შეზღუდვა არ არის. 100-დან 200 დოლარის ფარგლებში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიძინოს ეს საშუალება და ვიზუალურად თუ შეხედავთ, ერთ-ერთში არის ცეცხლსასროლი იარაღის ანალოგი. შესაბამისად, არაერთი ასე ვთქვათ ვიდეო გვინახავს ჩვენ სოციალურ ქსელებში, როდესაც მოქალაქეები იყენებენ და ჩვენ გვაქვს წარმოდგენა, რომ ეს არის ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა რეალობაში ეს არის აკუსტიკური საშუალება და არაერთი ასე ვთქვათ გადამოწვევა მოხდარა პოლიციის მხრიდან და უკვე შედეგად ხვდება, რომ მათ გამოიყენეს ხმოვანი აკუსტიკური იარაღი. კიდევ ერთხელ დიახ, ბანკის ყაჩაღობისთვისაც იქნა გამოყენებული და არაერთი შემთხვევა ქონია კრიმინალური, ასევე გადაკეთებაც ხდება თავად ამ იარაღის ლულის გადაკეთება და ცეცხლსასროლად გამოყენებაც ყოფილა შემთხვევები ამისიც. შესაბამისად, ჩვენი ინიციატივა არის, რომ ვინაიდან დანიშნულება გააჩნია ამ იარაღს მხოლოდ თეატრალურ წარმოდგენაში, სპორტულ ღონისძიებაში და კინოგადაღების დროს ხმოვანი ეფექტის შექმნა, იმ ადამიანებს, ვისაც ესაჭიროებათ, მიიღონ თანხმობა პოლიციისგან და შეიძინონ, ხოლო სხვა პირებს, ვისაც არ ესაჭიროებათ ამ დანიშნულებით და კანონიც არ ითვალისწინებს სხვა დანიშნულებით მისი გამოყენების საშუალებას, შეზღუდვა დაწესდეს სამსეთ პირებზე. შეიძინონ და რეგისტრაციაში გაატარონ. არა, რეგისტრაციას არ ექვემდებარება, იმიტომ რომ ნაწილსაერთოდ არ აქვს ნომერი და თან მათი აღრიცხვაც რეალურად არანაირ იმას. გადასცემს სხვა პირს.
თუ გადასცემს სხვა პირის ტარების უფლება არ ექნება, გადატანა შეიძლება, მხოლოდ შეძენა ჩვეულებრივად იგივე წესები გავრცელდება, როგორც თქვა მაღაზიაში შესყიდვაზე. ანუ აქაც თანხმობა უნდა მოიპოვოს პოლიციის, თქვა სხვა პირს თუ მისცემს, აქაც იგივე მოუწევს, თუ კი თანხმობის გარეშე აქვს მფლობელობაში, უნებრივია შესაბამისი ადმინისტრაციული სანქციები დაეკისრება. ხო. კი ბატონო. და ბოლო საკითხი ეხება გაზის აეროზოლურ მოწყობილობას. საზოგადოებაში ეს კარგად გავრცელებულია წიწაკის სპრეის სახით და აქაც რეგულაციები თითქმის არ არის და გასაგებია რომ ეს არის თავდაცვის საშუალება, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერი ასაკის ადამიანს აქვს საშუალება შეუზღუდავი რაოდენობით იყიდოს ეს საშუალება, კონდეს, ფლობდეს, ატარებდეს და გამოიყენოს იგი. აქაც ძალიან ხშირია შემთხვევები თვითდაზიანების და განსაკუთრებით არასრულ წონებთან მიმართებაში არის ეს სწორედ პრობლემა. ამიტომ ჩვენი რეგულაციის თანახმად და შემოთავაზებული რეგულაციის თანახმად თავაზობთ, რომ 18 წლის ასაკის ქვევით შეიზღუდოს მისი გასხვისება ბავშვებზე და 18 წლის ასაკის ზემოთ არაერთი ქვეყნის პრაქტიკა ვნახეთ, სადაც წინასწარი თანხმობა ჭირდება პოლიციის, რომ დასაბუთება თქვა რატომ ჭირდება მას ეს საშუალება და ამის შემდგომ ექნება საშუალება შეიძინოს და ატაროს ეს საშუალება და გადაიტანოს და გამოიყენოს. სხვა შემთხვევაში, გარდა ამისა დაწესდება შემოტანაზე და მის გაყიდვაზე ლიცენზირების პირობები, როგორც სხვა იარაღებთან მიმართებაში არსებობს, ასე რომ ჩვეულებრივ მაღაზიებში როგორც იყიდება დღეს, ეს პრობლემაც მოიხსნება და იქნება მხოლოდ სპეციალიზირებულ მაღაზიებში, ვისაც აქვს შესაბამისი ნებართვა მისი გაყიდვის და ლიცენზიის საფუძველზე იქნება გაყიდვის შესაძლებლობა. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რაც პრინციპების დონეზე პირველი მოსმენით შეიძლება ითქვას, რა თქმა უნდა, ეს არის სამუშაო ვერსია, რა თქმა უნდა, განხილვების დროს ზათვართ ჩვენო თითოეული თქვენთაგანის მოსაზრება მოვისმინოთ და უკვე შემდგომი მოსმენებისთვის უკვე კონკრეტული რედაქციები წარმოვადგინოთ. დიდი მადლობა და მზადვართ კითხვებისთვის. კოლეგებო, კითხვები? ქალბატონო სოფოს დაუთმოთ. მადლობა. მივესალმები ასაკის შეზღუდვის დაწესებას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მნიშვნელოვანი მე აღსრულებაც ხდებოდეს და კონტროლი იმაზე, რომ არასრულწლოვნების ხელში ეს არ მოხდეს. მისაღები არის ლიცენზირების პროცესიც და იმისიც, რომ ეს სპეციალიზებული მხოლოდ სპეციალიზებული საწარმოები ყიდდნენ ამას და აქ ხდებოდეს ამის რეალიზაცია. აკუსტიკური იარაღთან დაკავშირებითაც პრაქტიკულად გეთანხმებით და ცივი სასროლო იარაღის ამაცეც თანახმავა, უბრალოდ აი ამ ორ საკითხს, რაც ეხება ელექტროშოკური მოწყობილობის და გაზის აეროზოლური მოწყობილობის შეზღუდვას. კი, ეს არის თავდაცვის საშუალებები. მე ხარ როგორც ქალი ვლაპარაკობ აქ 90-იანი წლების შემდეგ ყოველთვის თან მქონდა ეს გაზის, როგორ ქვია, ელექტროშოკული არა, გაზის აეროზოლური მოწყობილობა. გაზის ბალონი ჩვეულებრივ, ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი საკითხი იყო და დღესაც მნიშვნელოვანია კი მესმის, ახლა თქვენ შეიძლება მიპასუხოთ, რომ როგორც პარლამენტის წევრს იარაღის ტარების უფლებაც გაქვსო, მაგრამ ძალიან ბევრი ქალი არის, რომლისთვისაც ეს არის მნიშვნელოვანი და თქვენც იცით, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, როგორი სერიოზული პრობლემაა ქალზე ძალადობა, თავდასხმები და კი ვიცით ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ კიდევ უფრო მეტი, მაგრამ ეს არის რეალურად ჩემთვის თავდაცვის შესაძლებლობა და ძალიან ბევრი ქალისთვის. ეს ეხება როგორც ელექტროშოკულ მოწყობილობას, ასევე გაზის აეროზოლურ მოწყობილობას. ამიტომ თუ განვიხილავთ ამ ვერსიას, რომ იმ დანარჩენებზე შეზღუდვა იყოს და იყოს პოლიციის თანხმობა რაღაცადღაც მიხვიდე და ეს თანხმობა აიღო აუცილებლად, ელექტროშოკსაც გულისხმობ და გაზის აეროზოლურსაც გულისხმობ. ეს აი ამ განთვალისწინებით, რა თქმა უნდა, არასრულწლოვნებისთვის ისედაც შეიზღუდება და ისედაც ზოგადად შეიზღუდება ხა ლიცენზირების შემდეგ ფასიც გაიზრდება და ყველგან ვერ იყიდი და ყოველთვის ხელმისაწვდომი ვერ იქნება. მაგრამ ქალებს ეს უფლება უნდა დაგვიტოვოთ, რომ აი ამ არ არის სასოციო ნამდვილად, რომ ჩვენი თავი დავიცვათ და ეს შესაძლებლობა, თავდაცვის შესაძლებლობა, საშუალება კონდესა და ამ მიმართულებით ჩემი პოზიცია ასეთი იქნება. დანარჩენ სხვა საკითხებზე გეთანხმებით. მადლობა ქალბატონო სოფო. ბატონო თენგს. თუ ეს თავისუფალ გაყიდვაში იყო, რამდენადაც მე მივხვდი, ალბათ ბევრს აქვს შეძენილი, თუნდაც აკუსტიკური იარაღი. ამის ამოღება მოხდება, თუ როგორ მოხდება ეს საინტერესოა, ვისაც უკვე შეძენილი აქვს და ამ ჩამონათვალში არ იქნება. ეს ერთი. მეორე დამაფიქრა იმან, რაც თქვენ თქვით, რომ აკუსტიკური იარაღის თავისუფალი
გადაკეთება არის თავისუფალი არა, მაგრამ გარკვეული манипуляცია, რომ ის საბრძოლო იარაღი გახდეს. და მე თუ სწორად გავიგე, შეიძლება არასწორად გავიგე, რეგისტრაცია და ამ იარაღისა არ ხდება. უბრალოდ ნებართვას აიღებს რაღაც საწარმო, რომ შეიძინოს, თქვა თეატრი, 5 ცალი და მე ეს არ არის რეგისტრირებული. რამდენად არის სწორი, რომ ეს რეგისტრაციას არ დაექვემდებაროს. ან რა უშლის ხელს, რომ დაექვემდებაროს რეგისტრაციას. მე თუ ეს რევოლვერის ტიპის არის, მე არ ვიცი, ახლა აკუსტიკური არ მინახავს მართალი გითხრათ და ვერ გეტყვით. მაშინ რა თქმა უნდა, ეს ჰილზები, ასე ვთქვათ, იქ დარჩება და ვერ მოიპოვებ, მაგრამ თუ ეს პისტოლეტის ტიპის აკუსტიკური საშუალებაა, იქ რომ რეგისტრირებული იყოს, ვთქვათ, ეს ჰილზი გასროლის შემდეგ, მე თუ საჭირო გახდება, ადვილი ამოსაცნობი იქნება, რომელი იარაღიდან იქნება ეს გასროლილი. თუნდაც ამის გამო რატომ არ უნდა მოხდეს რეგისტრაცია. აი, უბრალოდ ეს კითხვები მაქვს და თუ მიპასუხებთ, მადლობელი იქნება. მოგესალმებით, ბატონ სანდრო, ვისაც შეძენილი აქვს უკვე პრაქტიკულად იმ შემთხვევაში რა ხდება? ორივე. ბატონ სანდრო, სალამი. ერთი ასეთი კითხვა, ქვეყნის შიგნით მექანიზმი კონტროლის და გასაგებია როგორ შეიძლება განხორციელდეს, მაგრამ იმ შემთხვევაში რა ხდება თუ აი მაგალითად არასრულწლოვანი ადამიანი, რომელიც კრიტერიუმს აი ამ ჩამონათვალის შეძენისას ვერ აკმაყოფილებს, ქვეყნის გარედან გამოიწერს და ონლაინ ხდება ამის შემოტანა პრაქტიკულად ყველა აი ამ დასახელების და აი ამ შემთხვევაში საბაჟოზე გაჩერდება ეს ან მე საბაჟომ როგორ უნდა გაარკვიოს არასრულწლოვანმა შეიძინა ვთქვათ გამოიწერა ეს თუ დასრულმა და ასე შემდეგ. მადლობთ. დიდი მადლობა საინტერესო კითხვებისთვის, ვეცდები რომ გავყვეთ. გავატონს უფრო თქვენ როგორც მივხვდი, ანუ გვეთანხმებით იმაზე, რომ ასაკობრივი შეზღუდვა იყოს, ასევე მეტად გაკონტროლდეს ის, რომ არ მოხდეს არასრულწლოვნების ხელში ეს საშუალება. გარდა ამისა, საუბარი იყო თავდაცვის შემთხვევებზე, ქალთა ზალადობის დროს თავდაცვის შემთხვევებზე იყოს დაშვებული ელექტროშოკი და ასე ვთქვათ აეროზოლური მოწყობილობა. ზოგადად იყოს დაშვებული? დიახ. არასრულწლოვნების ზემოთ. კი ბატონო, ჩვენი შემოთავაზება ამ შემთხვევაში არის ის, რომ 18 წლის ზევით გაზის აეროზოლური მოწყობილობაზე აიღოს თანხმობა პოლიციისგან და შესაბამისად თანხმობას როგორც კი აიღებს, ბუნებრივია შეუძლებლად შეუზღუდავად ექნება ტარების საშუალება და შეძენის საშუალება, თუმცა 18 წლის ქვემოთ ეს თანხმობა არ გაიცემა და თვალსახად ჩაკეტილი იქნება. თანხმობის კომპონენტი გვჭირდება იქიდან გამომდინარე, რომ რაოდენობრივად შეიძლება იყოს, ხო, დადგეს საჭიროება ადამიანმა იყიდოს ძალიან დიდი რაოდენობით და მისი გავრცელების რისკები არსებობდეს. გარდა ამისა, მოხდეს ესეთი ადამიანების ხელში, ვისაც არ ესაჭიროება ეს თავდაცვის ბიზნესისთვის. ასევე ჩვენ რამდენიმე ქვეყნის მაგალითი ვნახეთ და იქაც არსებობს ესეთი მაგალითად ავსტრიაში და პოლონეთში ჭირდება წინასწარი თანხმობა ციტაკის პრესთან მიმართებაში. დიახ. შეძენის და ტარების. ყველა ვთანხმდებით, რომ შეძენისთვის უნდა მიემართოს შესაბამის უწყებას. კი ბატონო. ეხლა რაც შეეხება ელექტროშოკულ მოწყობილობას, მაშინ გავერთიანებ კითხვას, თქვენ კითხვასაც. ამაზე კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ, მაშინ იგივე რეგულაცია შევახოთ, რაც ციტაკის პრეიზზე არის და კიდევ ერთხელ გადავხედოთ ამ საკითხს და მოდით მე ავიღებ დროს და უკვე მეორე მოსმენისთვის ეს საკითხი დავაფიქსიროთ, როგორც ასე ვთქვათ, შენიშვნა და მეორე მოსმენისთვის მოგვეცით საშუალება, რომ გადავხედოთ და მოგიბრუნდეთ კიდევ ამ საკითხთან მიმართებაში. ანუ საუბრობთ იმაზე, რომ დღეს ჩვენ წარმოდგენილი ცვლილების თანახმად მთლიანად ზღუდავთ მოქალაქეებზე გაყიდვას ელექტროშოკისას, თუმცა ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ნებართვით იყო შესაძლებელი კონკრეტულ პირებზე მისი გაყიდვის შესაძლებლობა. გარდა ამისა, ბატონი თენგიზის კითხვა იყო ასევე რატომ არ ვახდენთ რეგისტრაციას და გარდა ამისა გადაკეთება რადგან არის შესაძლებელი რეგისტრაციის ნაწილზე რატომ არ ვფიქრობთ. პრინციპში მე რაც ვიცი არის ნაწილს რომ აქ ნომერი, მაგრამ არის ბევრი ნაწილი, რომელსაც არ აქვს. ისა
და ცალკეული ვინაიდან ეს არ განიხილება როგორც თავდაცვის საშუალება არ ენიჭება ხოლმე. ხო, შეიძლება დადამყვანს გახორციელდეს, კი ბატონო. ჩვენ წავედით უფრო ასე ვთქვათ, კაცრი რეგულაციისკენ, რომ მთლიანად შევზღუდოთ გადატანა და გადაზიდვა და აქ პოლიციის თანხმობის კომპონენტი ექნება მხოლოდ იმ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, ვისაც ესაჭიროება სამსახურეობრივ იქნება თუ საქმე უნდა გამომდინარე, აქ შეზღუდვა არის ჩადებული. თუმცა რეგისტრაციის ნაწილს უნდა შევისწავლოთ, მაშინ კარგად ვნახოთ, რამდენად შეიძლება ამათი აღრიცხვა და რეგისტრაცია. გაზის იარაღებს ვარეგისტრირებთ დღეს და ჩვეულებრივად ხდება მათი რეგისტრაცია და ამ ნაწილსაც შევაფასებთ და ვიფიქროთ მაშინ კიდევ ერთხელ. ეხლა რაც შეეხება რას უშვებით არსებულებს. არსებულებს ჩვენ ვერ ამოვიღებთ, იმიტომ რომ ეს იმდენად არც გვაქვს ინფორმაცია ვის ხელშია ეს იარაღი, რეალურად სიმართლე გითხრათ. იყიდება შეუზღუდავად დღეს ნებისმიერ ადამიანს თქვენც რომ გახვიდეთ 150 ლარად ნებისმიერი იარაღის რეპლიკას იყიდით, გლებავთ გლოკის, გლებავთ სხვა იარაღების შესაბამისად ჩვენ ამ შემთხვევაში ერთადერთი ვაწესებთ რომ თუ კი ქუჩაში გამოიტანს ანატარებს ან კონკრეტულ შემთხვევაში შევხვდებით და არ არის კანონით გათვალისწინებული მისი გამოყენების საშუალება, ბუნებრივია ჯარიმა და კონფისკაცია იქნება გამოყენებული, მაგრამ მასიურად ასე ვთქვათ ამის ჩაბარებას და ამოღებას კანონით გათვალისწინებული არ არის. რეგისტრებულიც არ არის და არც გვაქვს ინფორმაცია ვის ხელში არის ეს იარაღი, რეალურად რო ვთქვათ, ეგ პრობლემას დგას. კიდევ რაც შეეხება მე მგონი ბატონ გიას კითხვაც იგივე იყო არსებულებს თუ გამოიყენებს და ასე ვთქვათ კანონსაწინააღმდეგო მიზნებისთვის ამ შემთხვევაში მოუწევს პასუხისგება თუ არ გამოიყენებს და სახში ედება ჩვენ ახლა სახში არ შევალთ და ჭრეკას არ ჩავატარებთ ამის გამო. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას თუ არასრულწლოვანი გამოიწერს, აქაც ნებართვის ნაწილი შემოდის ჩვეულებრივად. როგორც თუ დიდი პარტია შემოდის ამ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრო გასცემს ნებართვას, თუ ინდივიდუალურად იწერს ადამიანი, საბაჟოს უნდა წარუდგინოს მომსახურების სააგენტოს თანხმობა. თუ ეს თანხმობა არ იქნება, ამ შემთხვევაში საბაჟო არ გაატარებს და ესეთი არაერთი ნივთი არის გაჩერებული. ბატონო ალეკო თქვენი კითხვასაც მე მგონი უპასუხე რომ ამას დაუბრუნდებით კიდევ ერთხელ და დავამუშავებთ ამ საკითხს. მე მგონი ყველა კითხვას უპასუხეთ თუ ამჩა რამე. დაზუსტება მინდა. თქვენ თქვით რომ ნებართვა სჭირდებაო და თუ საჭიროება დადგებაო, ანუ თუ განსაზღვრავს ნებართვა უნდა მოწეს პოლიცია თუ საჭიროება არის ამისი. აი რა უნდა გავაკეთო? თანხმობას გასცემს. გავიგე, აი თანხმობა რაზე არის დამოკიდებული? უნდა მივიდე დავწერო განცხადება რომ მე მარტო ვცხოვრობ ქალი და ღამე მიწევს გვიან დაბრუნება და მეშინია და მომეცით უფლება და პოლიციელმა რა უნდა მითხრას მე პოლიციის უფროსმა რომ რა კრიტერიუმებით გადაწყვეტ? მა უნდა შეაფასოს რომ ჩემი შიშები არის როგორც საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო თუ აი როგორ ხდება ეს თანხმობა, პოლიციელის თანხმობა, მე ჩემი თავდაცვის აი ასეთი საშუალების შესაძენად რატომ ჭირდება? ეს შეგიძლია კარგად ამიხსნათ, რაღაც ბოლომდე ვერ მივხვდი. კი ბატონო. ეს თანხმობის კომპონენტი დღეს არაერთ იარაღთან მიმართებაში დანერგილი პრაქტიკაა და მუშაობს, მათ შორის არის გაზის იარაღთან დაკავშირებით, ანუ გაზის არის როგორც აეროზოლური მოწყობილობა, ასევე თავად იარაღიც არსებობს გაზის, რომელიც ვაზნებს ისვრის, გაზს გამოსცემს. ამ შემთხვევაში ასევე ჩვენ შეზღუდვა გვაქვს და თანხმობის ნაწილია დაწესებული პოლიციის მხრიდან ისეთ შემთხვევებში, როდესაც ბევრი იარაღს ყიდულობს ადამიანი, მაგალითად წელიწადში 5 ან მეტი ერთეული იარაღის შეძენა თუ სურს ან ორი ერთნაირი იარაღს ყიდულობს, ამ შემთხვევაში თანხმობა ჭირდება. ანალოგიური მექანიზმი მუშაობს დღეს პრაქტიკაში. აქაც უნდა მიმართოთ განცხადებით შესაბამის საპოლიციო დანაყოფს და მიუთითოთ, რომ თქვენ ეს გესაჭიროებათ თავდაცვის მიზნებისათვის და მიუთითოთ რაოდენობა, რა რაოდენობა გესაჭიროებათ. შესაბამისად შეისწავლის ის დანაყოფებისაც დაეწერება ეს განცხადება, თუ თქვათ უარი გითხრათ, თქვათ პირობითად ვინმე რომ არ თulis საჭიროთ რომ ეს ნებართვა ეს თანხმობა გასცეს, გასარჩივრების მექანიზმიც არსებობს და კრიტერიუმებს რაც შეეხება, ეს არის თავდაცვის საშუალება და უნდა მიეთითოს ის გარემოებები, რაც ასაბუთებს რომ თქვენ ეს გესაჭიროებათ თავდაცვის მიზნებისათვის. ქალბატონო სოფო, კი მესმის თქვენი, მაგრამ აქ გარდა ამისა იმ შემთხვევებზეა საუბარი თვითონ მოქალაქე ვერ მიმართავს. შეიძლება იყოს მრავალგზის დასამართლები. თქვენ კი ჭეშმარიტად და გულწრფელად თავდაცვის გჭირდებათ, მაგრამ იგი ასევე გამოიყენება როგორც თავდასხმის საშუალება და ამასთან მიმართებაში ალბათ კიდევ უფრო დაზუსტებული იქნება. ხო, ყველაფერი შეიძლება იარაღად გამოიყენო, რა ვიცი, კლიბი და რა ვიცი, ოჯახის დანა, ყველაფერს. ამიტომაც მოწყვდება ნასამართლობა და მისი წარსული.
რაც შეეხება იარაღის კატეგორია დაკონკრეტებული არის კანონმდებლობით, შესაბამისად ის საშუალებები, რაც დააკონკრეტა კანონმდებელმა იარაღის შესახებ კანონით, სწორედ ამ იარაღებთან მიმართებაში გვთავაზობთ რეგულაციებს, თუმცა სხვა იარაღებთან მიმართებაში ნებისმიერი საშუალება შეიძლება იქნეს გამოყენებული კეთახმებით, მაგრამ ვინაიდან კანონმდებელმა ჩათვალა, რომ ეს კონკრეტული საშუალებები საჭიროებს რეგულირებას და მით უმეტეს ჩვენ რაღაცა ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ, ანუ არაერთ ქვეყნის პრაქტიკას გავეცანეთ და იქიდან გამომდინარე წარმოადგენთ ეს რეგულაციები და ასევე პრაქტიკაში ვხედავთ პრობლემას, აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან ბევრი შეტყობინება არის სკოლებიდან გაკეთებული, როდესაც ბავშვები 5-10 წლის ბავშვები ყიდულობენ ამ საშუალებას, დახურულ სივრცეში იყენებენ და მოგეხსენებათ ამას ძალიან ძლიერი ხუთავი ეფექტი და ჩაშლა საგაკვეთილო პროცესი და ასე შემდეგ. რაც შეეხება დიდ ადამიანთა მიმართებაში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთადერთი შეზღუდვა ის არის, რომ მოუწევს ადამიანს მიიღოს თანხმობა შესაბამისი დანაყოფისგან, რომ თქვა რა მიზნობრივისთვის ესაჭიროება. სხვა მეტი შეზღუდვა აქ შემოთავაზებული არ გვაქვს ჩვენ. აი, წინადადება მაქვს. აი ეს კითხვები რომ მოიხსნას, თუ განიხილავდით ამ საკითხს, რომ ამ პოლიციის ოფიცერს, რომელიც იღებს ამ გადაწყვეტილებას ნებართვის გაცემის თაობაზე, შეძენაზე, არ კონდეს ფართო დისკრეცია. ეხლა რას გულისხმობ? ზედმიწევნით ჩამოვასახელოთ კანონში. რა შემთხვევაში შეიძლება ეთქვას უარი. და ამის გარეთ, თქვათ ეს ყველაფერი ეს უარი არ იქნას მხედველობაში მიღებული. გასაცილებლად უფრო ადვილი იქნება. ასეთ შემთხვევაში ბევრი კითხვა მოიხსნებოდა, ეს წინადადება მექნებოდა. ამ შემთხვევაში თუ ის ნასამართლოა, თუ ის არის მძიმე დანაშაულზე, ასე შემდეგ, ამაზე ეუბნებები უარს. და როცა ამის ფარგლებს გარეთ ეთყვიან უარს, უკვე ესე იგი მიუღებელი იქნება. და მეორე ეს უკვე მაინტერესებს და მე წინადადებაც იქიდან გამომდინარეობს ალბათ. ეს ნებართვა ჩემს რაიონულ პოლიციაში გაიცემა, ხომ? იმიტომ რომ იარაღის ნებართვის რეგისტრაციის ან ნებართვის გულისთვის უნდა ყველა ერთ ადგილას მივიდეთ და ეს არ გავურთულდეთ, ჩემს უახლოეს პოლიციაში მივალ და იქ ავიღებ ამ ნებართვას და არა რაღაც სპეციალისტ ტერიტორიულ ორგანოში, სადაც თქვენს ესე ვთქვათ საცხოვრებელი ადგილის მიმდებარე ტერიტორიას ფარავს. კითხვა არ არის და პირველზე უარის თქმის საფუძვლები ჩამოვწეროთ კანონში. ანუ არის იდეა რომ მაგაზე ვიმუშაოთ, ბატონო თენგის კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ წარმოადგენთ პრობლემა და ჩვენეული ხედვა ამ პრობლემის გადაჭრისა. საპარლამენტო განხილვები სწორედ მაგისთვის არის, რომ ეს იდეები კიდევ ერთხელ გადამუშავდეს და შესაბამისად აისახოს ელექტროშოკთან მიმართებაშიც და გაზის აეროზულ მოწყობილობასთან დაკავშირებით თქვენ შემოთავაზებას კიდევ ერთხელ გადავამუშავებთ და უკვე მეორე მოსმენისთვის კონკრეტული წინადებებით წავსდგებით. მადლობა ბატონო სანდრო, ვფიქრობ საინტერესო მსჯელობა გქონდა ჩვენ თითოეულ საკითხზე. ახლა კი კენჭი უყაროთ წარმოდგენილ საკითხებს. პირველი საკითხი ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო წესის წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი იარაღის შესახებ კანონში, რომელიც კანონ პროექტსაც ახლა ვიხილავდით. თამდევ კანონ პროექტებთან ერთად ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ კანონში ცვლილება, სალიცენზიო სანებართვო მოსაკრებლების შესახებ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული დაწესებულების საფასურებისა და ვადების შესახებ. ამ შემთხვევაში ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ კენჭს უყრით იმ შენიშვნებით, რომელი შენიშვნებიც აქ იქნა წარმოდგენილი. გთხოვთ უყაროთ კენჭი, ვინ არის მომხრე? ერთხმად, წინააღმდეგი არავინ არ არის. შემდეგი საკითხი საქართველოს მთავრობის ინიციატივის წესით წარმოდგენილი თავდაცვის კოდექსში ცვლილების შესახებ და მისი თამდევი საქართველოს კანონ პროექტების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მეორე მოსმენით, ვინ არის მომხრე? მადლობა, წინააღმდეგი არ ყავს. და შემდეგი საკითხი საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. პირველი მოსმენა. ვინ არის მომხრე? მადლობთ. წინააღმდეგი ქალბატონი სოფო. მადლობა, სხდომა დახურულია.